დავუბრუნდეთ ჩვენი წინა გადაცემების ერთ-ერთ თემას, რომელიც გახმაურებული საქმეების გამოძიებას ეხება. ბესო კურტაინძის ჟურნალისტური გამოძიება გაჩვენებს, რომ კიდევ ერთი ასეთი საქმე, კერძოდ კი პრეზიდენტის წინააღმდეგ არ შემდგარი ტერაქტი, ხელისუფლების მიერვე იყო შეკერილი და გაყალბებული. აფხაზეთის ომში მხედრული მამაცობისთვის ვახტანგ გორგასლის ორდენებით დაჯილდოვებული გენერალ-მაიორი გუჯარ ყურაშვილი 1999 წლის მაისში სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. შემიყვანეს საკანში სალაყას და შენგელი ფრცხალოს ბრძანებითა სადაც ყველაზე სინესტიანი კამერა იყო. წყალი ჩამოდიოდა მაღლიდან გვერდებიდან ყველაფერი. ძალიან ცუდი კამერა იყო. და იქ დამიწყობდა ჩირქება ფეხმა. აღარ ხორცდებოდა. ადვოკატი თემურ გოგსაძე აცხადებს, რომ გენერალი ქართულ ჯარში კორუფციასა და გალის მოვლენებს შეეწირა. ქვეყნის შიგნითაც იყვნენ გარკვეული ჯგუფები და პიროვნებები, რომელთაც ბატონ გუჯარი არ აწყობდათ. იმიტომ რომ ჯერ ეს უზარმაზარი ინფორმაციის ფლობელი პიროვნება გახლავთ და გარდა მაგისა აფხაზეთის უშუალო მონაწილე ძალიან კარგად იცის გალის მოვლენები და საერთოდ რა ხდებოდა ქართულ არმიაში და როგორ გაიყიდა და როგორ გაიძარცვა და როგორ გაუბედურდა ქართული ჯარი და ქართული ჯარის ღირსება. გენერალ-მაიორი არ მალავს, რომ გალის მოვლენების დროს ხელისუფლებამ განზრახ შეაფერხა ქართველი სამხედროების წინსვლა, თორემ ისინი ოჩამჩირეს დაიბრუნებდნენ. სურვილო ყოფილიყო ჩვენი, როიტყვი ხომ ახლა სურვილი ამ მინისტრებისა და მეებისა თავისუფლად შეიძლებოდა გალის რაიონის გასვლა კანალამდე მაინც ვიძახ მინიმუმ კანალამდე და მაქსიმუმ იქნებოდა გალისგან. და თქვენ ამის თავობაზე შემდეგ ამის თავობაზე რა თქმა უნდა უსიამოვნო მომივიდა, მაგრამ მე ხო ეს ყველაფერი უთხარი. უსიამოვნების ფაქტიდან მოკლე ხანში გუჯარ ყურაშვილის მოკლას ეცადნენ. სნაიპერის ტყვიას ის თავისსავე ჯარისკაცმა შემთხვევით გადაარჩინა. გუჯარ ყურაშვილი ამბობს, რომ ზურგიდან მას კიდევ არაერთხელ ესროლეს, მაგრამ ააცდინეს. რომ არაეცდინათ, მისი მკვლელობა აფხაზებს დაბრალდებოდათ და საქმეც უხმაუროდ ჩაიფარცხებოდა. 4 სნაიპერმა მესროლა. 4 სნაიპერმა მესროლა. და მე მაიძულეს ოფიცერმა რომ გაიხადეთ თქვენ ამ ფორმაო, თორე თქვენ მოკლამენ გენერალო ჯარისკაცი უნდა ფიცრებო და გამხადეს და ჩავიცი პროსტა ერთნაირი ფორმა გოცა პროსტა ფერი იყო ჩემი სხვა ფერი იყო. და ჩავიცი გავიხადეთ ეს ფორმა და ჩავიცი მათი ფორმა. 4 სნაიპერმა მესროლა, 4 ესროლი არც ერთი არ იყო იქ მხრიდან აფხაზეთის მხრიდან. თბილისში დაბრუნების შემდეგ გუჯარ ყურაშვილი გებულობს, რომ მას უთვალთვალებენ. ადვოკატი ჰამლეთ ბედენაშვილი მოწმობს, რომ საქმეში გასარკვევად გენერალმა სამხედრო კონტრდაზვერვის ხელმძღვანელს ზაზა მაზმიშვილს დაურეკა. ბიჭებმა უთხრეს თვითონ დაზვერვის თანამშრომლებმა, რომ რა ვქნათ ბატონო გუჯარ, დავალებული გვაქვს, რომ თქვენ თვალყური ვადევნოთ ფარულად თქვენს საქმიანობას. ამის შემდეგ მან დაურეკა დაზვერვის უფროსს და უთხრა საქმე და მოითხოვა კატეგორიულად შეხვედროდა ეს იმას ხელმძღვანელობასთან. მაზმიშვილთან სასაუბროდ მისულ ყურაშვილს კი უცხადებენ, რომ მას იგორ გიორგაძის დავალებით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. ოფიციალური ბრალდება უშიშროების საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მალხას სალაყაიამ წარუდგინა. სისასამართლო საქმე როგორც მოზემოთ მოგახსენეთ აღიძრა სამშობლოს ღალატითა და ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე, გარდა ამისა უგანო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბება და ასეთ ორგანიზაციაში მონაწილეობა. წინასწარ გამოძიებაში გუჯარ ყურაშვილის ბრალსა დებდნენ იმაში, რომ მან პანტელეიმონ გიორგაძისაგან მიიღო $3000, რათა შემდგომში გამოეძებნა და გადმოებირებინა ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებრივ საქმიანობაში. პანტელეიმონ გიორგაძე ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ დაკითხული არ ყოფილა. გუჯარ ყურაშვილთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის დააპატიმრეს სპეცდანიშნულების რაზმ ალფას ყოფილი მეთაური თემურ პაპუაშვილი, იგორ გიორგაძის დაცვის წევრები და მათი მეგობრები. მათ შორის იყვნენ არჩილ ფანჯიკიძე, ოთარ მელიქიძე და კახა ქანთარია. 1999 წლის 22 მაისს მოხდა ჩემი დაკავება. დაკავება მოხდა კიდე შემდეგნაირად. 12 საათს იქნებოდა გადაცილებული უკვე. ჩემთან სახლში შემოვიდნენ დაახლოებით 15-მდე პიროვნება იქნებოდა. დამადის ხელბორკილები და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე აი სად მიყავართ, რატო, რისთვის, არაფერი არავის არ აუხსნი, არაფერი არ უთქვია, წამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. თითქოს ჩვენ უნდა მოგვეხდინა გადატრიალება, უნდა მოგვეხდინა ბატონი ედუარდ ჭევარდნაძის ლიკვიდაცია, ამავდროულად პირების ეს ქუთათელაძის, ჟვანიანს, თევზაძის, დარგამაძის და შემდგომში უნდა მოსულიყო ესე იგი ვითომ და სათავეში ის ხალხი, დაუშვათ, რომელიც გააკონტროლებდა სიტუაციას.
შემდეგ უკვე გებულობ რომ დააკავეს ტელევიზიით ამას. გუჯარ ყურაშვილი, დააკავეს პაპუაშვილი, დააკავეს ფანჯიკიძე, კანთარია. 27 მაისს უკვე მოსახლეობა რომ გამოვედი, გადასვლილ ხიდან მეც დამაკავეს. უშიშროების ოფიცრებმა დაკავებულთა ბინები გაჩხრიკეს და იქ დამალული დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს. სასამართლოზე კი გაირკვა, რომ იარაღი მათ მიერვე წინასწარ იყო ჩადებული. კონვერტში ქაღალდის კონვერტში წერილების კონვერტი რო არის, იქ იყო ჩადებული TT სისტემის იარაღი თავისი ჭიდით და 8 წელი ვაზნით. აი ეს ვიპოვეთო შენს იმაშიო, სახშიო. პირდაპირ არის ჩხრეკისოფში მითითებული ეს ჩემი სიტყვები შეუძლია თვითონ ჩხრეკისოფმა დაადასტუროს. კანთარია ცისანას საძინებელ ოთახში ბალიშის ქვეშ. კანთარია ცისანა არის დედაჩი. და იარაღი მე არ ვიცი რანაირად მე ვერც გავიგე როგორ ან რა თავში მოვიდათ ის ამბავი რომ იმაში რა ქვია კრესლოში ყოფილიყო არანაირად უნდა ყოფილიყო აი მაგალითად იმას ვერ ჩადები რომელიც იქ მე სასამართლო სტომაზე წარმოადგენს ნუ დიდი ნაგანი იყო რა არჩილ ფანჯიკიძის მეუღლე მხოლოდ იმ მომენტში შეიყვანეს ოთახში, როდესაც იქ ვითომ იარაღი იპოვეს. და აქ 4 ბავშვი თამაშობს, ეხლა უბრალოდ სახლში არ არიან. თორე 4 ბავშვი იზრდება ამ სახლში და რომლებიც ამ სავარძელს ხან მანქანად ხმარობენ და ხან ამოყირავებული უდგათ და ხან იქეთ-აქეთ დააგორავებენ. და როგორ დადებდა 6 თვით იარაღს, ბავშვებს დაუდებდა? ამას გარდა კარადის უკან მიაგნეს ხელყუმბარას. ირმა ფანჯიკიძე ამბობს, რომ მანამდე იმ ოთახში 2 უშიშროების ოფიცერი მთელი 9 საათი მარტო იყო. ეს იარაღიც და ეს ხელყუმბარაც იმ ორმა ბიჭმა გააკეთა ეს ვითომ ამოღება, რომლებიც აქ 9 საათი მარტო იჯდნენ. მანქანაზე საიმედო ადგილი ვერ მოუნახავს. ხელყუმბარა ვითომ საკერავ მანქანაზე. მეტი არაფერი. არაფერი მეტი. ეს სასამართლოზე თვითონ პროკურატურა მომიხსნა მე. მოსამართლემ არც არჩილ ფანჯიკიძის სახლიდან ამოღებული იარაღები მიიღო ნივთკიცებად და მას იარაღის შენახვის ბრალდება მოუხსნა. სასამართლომ არ გაიზიარა, იმიტომ რომ სასამართლო მოუხსნა ეს იარაღის მუხლიაჩიკოს. მალხა სალაყაიაკი დღემდე აცხადებს, რომ მისი განყოფილების ოფიცრებს უკანონო არაფერი ჩაუდენიათ. აი ორსართულიან სახლში იარაღს პოულობენ კრესლოს რაღაც უხერხულ ადგილზე, სადაც ძალიან ძნელია იარაღი შეინახო. ამ დედის ბალიშის ქვეშ. ამ საკერავი მანქანის თავზე, შკაფის უკან, როცა გაქვს უამრავი სათავსო რო იქ დამალო. აი გამომძიებლის დანაშაულს თქვენ აქ რა შეხედავთ? გამომძიება დააფიქსირა ის გამომძიებელმა? გამომძიებელმა ოპერატიულმა თანამშრომლებმა. გამორიცხულია. დამსწრეები ხომ იქ არის? მალხა სალაყაის მტკიცებით ეჭვმიტანილებმა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გულწრფელად აღიარეს დანაშაული, თუმცა ყოფილი პატიმრები სხვა ისტორიას ყვებიან. შესაძლოა მათ აბსოლუტურად გულწრფელი და გულღია ჩვენება მისცეს. გამორიცხულია საგამოძიებო სამსახურში ესეთი ზეწოლის ფორმები კატეგორიულად უარყოფ. მუს არავინ არ მიყავდა ერთ სიტყვით. ჯერ თავიდან იყო ხელის გულის დარტყმები თავში. სხვაგან არ სადარა. ნუ ხელები რო ეთკინათ ეხლა მეც ცოტა ვარჯიშობდი ერთი პერიოდი და მეც პასუხობდი. ბოლო ეხლა მეც დავიღალე რობოტი ხო არა ვარ და დამეხსვინენ ესე იგი სკამზე დამსვეს, ხელები, ფეხები დამიჭირეს. კოკაკოლის პლასმასის ბოთლები წყლით სავსე იყო და ერთი აქედან მეთქა, ერთი კაცი მეორე აქედან. მირტყავდნენ თავში. ბოლო ერთ სიტყვის დამადებილეს რა. გავითიშე სულ. ესე გონზე რომ მოვედი სკამზე ვიჯექი უკვე და სკოჩს მახვევდნენ. უკვე მახვევდნენ მარჯვენა ფეხზე. სკამის ფეხებზე იყო მიმული ჩემი ფეხი. დენი შემიერთეს ერთ სიტყვით დამწვარიცა მაქვს ფეხი. ყოფილი პატიმრები მოწმობენ, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად უშიშროების სამსახურის სხვა სახის ზეწოლასაც მიმართავდა. ადვოკატი თემურ გოგსაძე ამბობს, რომ გუჯარ ყურაშვილს ოჯახთან ანგარიშწორებით ემუქრებოდნენ. აბსოლუტურად კი, აბსოლუტურად და ის პრაქტიკულად
ნუ ეხლა მე ვფიქრობდა როგორც შემდგომში გაირკვა, ეს იყო გარკვეული ზეწოლის მექანიზმები, ფსიქოლოგიური ტერორი, ეს იყო შვილების მიმართ ტერორი მუქარა, ოჯახის მიმართ და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ჩემ ცოლის ძმასთან საცხოვრებელ ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა და იქაც არის აღმოჩენილი ერთცალი ვაზნა. და კანონმდებლობისთვის სულ ერთია საბრძოლო მასალაში, როგორც ერთცალი ვაზნა შედის, ისე შეგიძლია ერთი იაშიკი ქონდეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პასუხისმგებლობა ერთნაირად არის ორივე სისხლის სამართლი. დამოკიდებული იყო თქვენ ჩვენებაზე? ეს დამოკიდებული იყო ჩემ ჩვენებაზე. თუ იტყოდი. ხო, და რახან ეს ჩვენება დაიწერა და მიიღეს ჩვენება, ხო? შესაბამისად რეაგირებაც არ მოყვა ამას. ვინმე უნდათ კიდე რომ დამესახელებინა დავასახელ ერთ-ერთ ჩემი მეზობელი ამანტყოფი კაცი რომ ამოვიდნენ ლოტკინის მილიციაში პოლიციაში უნდა ეყვანათ ეს პიროვნებაც რომ გაიგეს სულელები ხარ თუ ვისთან მოხვიდითო ჩამოვიდნენ მე და კიდე ერთი ამბავი იყო ამაზე რომ სამი დღე და ღამე ერთ სიტყვით რო იტყვენ ვიყავი კომაში იატაკზე ვეგდე ხრიალებდი და ეს ხრიალი რო შეწყდა მორიგეები შეცდნენ თუ რაღაც იყო შემოვიდნენ და მე უკვე მესმოდა მგონი მოკვდაო რო გაიგოთ მე მოკვდი თუ არა ცუდად თუ ცოცხალი ვიყავი სკამი დამოდეს თავთან და ძაფი ჩამომიგიდეს და რო სუნთქავით ძაფი მოძრაობდა ამით გებულობდნენ მე არავითარი ზეწოლა გამორიცხული უბრალოდ მე ამას მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე რომ ამ სიტყვას ნუ არ ვიხმართ იმიტომ რომ რა თქმა უნდა არ ხდება ეს ჩვენთან მელიქიძე ყვება რომ ზეწოლას ვეღარ უძლებდა და ფანჯრიდან გადასახტომად გაიწია ის მალხა სალაყაიამ შეაჩერა შემდეგ კი დასაწყნარებელი წამალიც მისცა ბატონო მალხას აი ხვალ გასამძებოთ ესეთი ფაქტი რომ მელიქიძე აპირებდა აი ამ შენობიდან გადახტომას და თავის მოკვლას ჩემს კაბინეტში და თქვენს კაბინეტში არის ჩემთან ეს გამოძიებას ჩემთან არ დავაფიქსირებია აი ამით დამოწმებელი აბები ხარ მიგეციათ რომ იქნებ დამშვიდებული იყო პიროვნება ვალერიანის ტაბლეტები მე დღესაც მიდევს რამოდენიმე არის გამოძიება გარკვეულ ემოციასთან დაკავშირებული ხო ეს არის სასწაული ცუდად ახარო კი მეთქი ეხლავე პირადად მე მოგიტანო წამალს გავიდა ორი აბი მომიტანა დაახლოებით იყო ვარდისფერი ეს აბები არავს ვავდი ძალი დამალევინეს ერთ სიტყვით მეორეც დაახლოებით 10 წუთში დამალევინეს და ვეღარ ტკივილს ვეღარ ვძნობდი ვეღარაფერს ვეთქვენ ერთ სიტყვით კაიფში ჩავარდი თემურ პაპუაშვილი კი საპატიმროში გარდაიცვალა უარი განაცხადა მე მაშინ დაუკავშირდი ბატონ მალხა სალაყაიას, რომელმაც არც უარი მითხრა და არც დამეთანხმა, მან მითხრა რომ მე წერილობით მივმართო მას და წერილობით ისინი პასუხს გამცემდნენ, მაგრამ ეს პასუხი იყო უარყოფითი. და მე არ მახსოვს რა დროის შემდეგ ის ითხოვდა ჩემთან შეხვედრას და იქ იყო მითითებული რომ ეს იგი მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ჩემი მასთან შესვლა იქნებოდა პრაქტიკულად მისი გადარჩენა. ამის შემდეგ მოკლეხანში თემურ პაპუაშვილი გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით სიკვდილი ვირუსულმა გრიპმა გამოიწვია. მე ვეთანხმები იმ დასკვნას, რომელიც იმ დროისათვის მისი გარდაცვალების ფაქტის შემდეგ დაფიქსირდა და ეს იყო ზედასასუნთქი გზების დაავადებით გამოწვეული ასე ვთქვათ, ფილტვის შეშუპება თუ რაღაც ისეთი ზემოქმედება. პაპუაშვილის სიკვდილი მრავალ შეკითხვას ბადებს. მისი მეუღლე ამბობს, რომ ჯერ იყო და გვამთან დამოუკიდებელი ექსპერტი არ დაუშვეს, შემდეგ კი გაირკვა, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაც აღარ შეიძლებოდა, რადგანაც უკვე ბალზამირება ჩაეტარებინათ. ოჯახის წევრები ჩვენ ვითხოვდით, რომ მიცვალებული გამოიყოლებინათ ჩვენთვის, ხო? ამ ეტაპზე ჩვენ ვგებულობთ, რომ იქვე ხდება სადღაც 9:00 საათში მისი ბალზამირება. თავიანთი ხარჯებით სულ ყველაფერი გაკეთდა იქ შიგნით ეს. ყველას ასე უკეთებენ ბალზამირებას? არა. არც ერთ რომელიც ციხეში იღუპება, არც ერთ ბალზამირებას არ უკეთებენ. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე თემურ პაპუაშვილი ადვოკატმა ხათუნა სალუქვაძემ მოინახულა. მას გრიპის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა.
31 დეკემბერს შევხვდი მე თემურ პაპუაშვილს, რომელიც იყო არაჩვეულებრივად, როდესაც ცოტა შეციებული იყო თემურ პაპუაშვილი, ყოველთვის მეუბნებოდა მე, რომ ჩემმა მეუღლემ შემომიგზავნოს წამლები და მეუღლე ყოველთვის უგზავნიდა. არავითარი წამალი არ მოუთხოვია, პირიქით ჰქონდა ძალიან ამაღლებული განწყობა. რადგანაც გამოაღწია მეხუთე იზოლატორიდან, მაშინდელი მეხუთე იზოლატორიდან და არსებობს სხვადასხვა ფხვნილები, რომელსაც ურევენ საკვებთან ერთად ან სითხესთან ერთად და ამას მიაღებინებენ. ამის დადასტურება ისიც რომ თემურ პაპუაშვილს ყელი ჰქონდა ჩამწვარი, ფილტვები ჰქონდა დაბერილი და აი როდესაც გრიპი ძალიან იშვიათად თავდება ასეთი მძიმე შედეგი და ისიც მაშინ, როდესაც კარგ ახნით ადრე ავატყოფი ძალიან დასუსტებულია და მძიმე მდგომარეობაშია და ეს არ ხდება ერთ დღეში, გამორიცხულია ერთ დღეში და ჩვენ დარწმუნებული, იმიტომ თვითონაც ფიქრობდა ამას, რომ მას მოწამლავდნენ და გააკეთეს კიდეც. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების უფლება გამოძიებამ არც ამ შემთხვევაში დართო. ავტყოფის ისტორიაში წერია დაუდგენელი ტაქსიკური რაღაც ნივთიერებაა რა, არ შეიძლება მაგის დადგენა. ჩემადმა მოიყვანა ექსპერტიზა. ის არ შემოუშვეს ექსპერტიზა, არ შემოუშვეს. ამ დროს ჩემთან. ადვოკატიც არ მოუშვეს. როცა რო ადვოკატს ძიება დამთავრებულია და ადვოკატს უფლება აქვს შემოვიდეს. უშიშროების საგამოძიებო სამსახურის უფროსი მალხა სალაყაია დარწმუნებით აცხადებს, რომ ყურაშვილის და პაპუაშვილიც მეუღლეების დამზადებულმა კერძებმა მოწამლა. თუმცა მანამდე გითხრა, პაპუაშვილი გრიპმა იმსხვერპლაო. გუჯარ ყურაშვილი მისი მეუღლის მიერ მიტანილმა საკვებმა მოწამლა. ისევე როგორც პაპუაშვილი. დიახ. თუ მე ჩემით მოვიწამლე და მოვიწამლე რაღაც საჭმელითაა. რატო არ შემოუშვა ექსპერტიზა? რომ პირიქით დამტკიცდეს, რომ შენ ხარ უდანაშაულო. ეს არის მოწამლული საჭმელით და არა სხვა რაღაცით. შეუშვი პირიქით მე ვინ იყო ამ სიაში? ბატონი ასლან აბაშიძე, ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი, ბატონი პანტელეიმონ გიორგაძე, ბატონი იგორ გიორგაძე. ითხოვდნენ რომ მეთქვა აბაშიძეზე, მეთქვა პატიაშვილზე, რომ ესენი იყვნენ ჩვენი ხელის შემწყობლები და დამფინანსებლები ვითომ. სასამართლო პროცესზე უშიშროების სამინისტრო და პროკურატურა უხეცემული ჩვენება გადათქვა. მალხა სალაყაი ამბობს, რომ მოწმეები პატიმრება დააშინეს. სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ზეწოლით და მათი ადვოკატების აქტიური მუშაობის შედეგად მე არ გამორიცხა რომ აქ დაშინების ფაქტორიც მუშაობდა, შეცვალეს ჩვენებები და სასამართლოს ასე ვთქვათ მტკიცებულება გამოეცალა. თქვენ წარმოიდგინეთ განსაზღვრელს, როგორ ფიქრობთ, უფრო შეეძლო ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე თუ იმ პირთა ჯგუფს, რომელსაც მე ძალოვანი სტრუქტურა მაქვს ხედველობაში, რომლებსაც ისინი ხელბორტილებით ემიყავდათ მოწმის სახით, რომ აიღოთ ჩვენება. მოწმეთა შორის იყვნენ ქუთაისის სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლები შავგულიძე და სეფის კვერაძე. სასამართლოზე აღმოჩნდა, რომ მათი ჩვენებები აბსოლუტურად იდენტური იყო და სასვენი ნიშნებითაც კი ემთხვეოდა ერთმანეთს. თან ისინი იძახიან კიდე რას, იცი რომ ჩვენო ეს პატაკები და ჩვენებები დავწერეთ ურთიერთ დამოუკიდებლად. სხვადასხვა ოთახებში ვიჯექით და ყველა ჩვენ იმას ნააზრებს წერდით. ელემენტარულად რომ გადახედო აი ორი პატაკი ავიღო და ორი ჩვენება სხვადასხვა პიროვნების. აბსოლუტურად ძიმე, წერტილი, სიტყვები არის აბსოლუტურად იდენტური. ამ ჩვენებებში ეწერა, რომ შეთქმულებს 5 მილიარდი დოლარი ჰქონდათ. მალხა სალაყაია ვერ მიუთითებს ვერც საბანკო ანგარიშს და ვერც იმ ადგილს, სადაც ეს კოსმიური თანხა ინახებოდა. მაგრამ ამტკიცებს, რომ სწორედ ეს ფული გამოიყენებოდა ხალხის გადასაბირებლად და შეთქმულთა დასალჯილდოებლად. ეს თანხა მათი დაინტერესებისა გადმობირების ეტაპი იყო გამოხატული გარკვეულ ასეულობით ლარის გადახდაში თავდაპირველად, რომ ეს უკვე გადმობირების და საქმის რეალური დაწყების შანსი რომ ნამდვილად არსებობს. $100 უნდა მიგვიგო, რომ გადაგვეტრიალებინა სახელმწიფო, ლიკვიდაცია მოგვეხდინა ჟვანიასი, ქუთათელაძის, თარგამაძის, ბატონი თვითონ კლაუდით $25 ასე გამოდის, ხო? ნუ თუ ესე გავყოფთ $100, ეგრე გამოდის. თევზაძე გამოგვჭა 20-ად. ქუთაისის კონტრდაზვერვის ოფიცრები რომ ტყუოდნენ სასამართლოზეც გამოჩნდა. ერთმა მათგანმა შავგულიძემ კახა ქანთარია ვერ ამოიცნო.
თუმცა ჩვენებაში წერდა მან გადამიბირაო. შავგულიძის დაკითხვა მიმდინარეობდა. ეხლა პიროვნება ეძახის რომ მიცნობს, ხო? ესე იგი, ყავარ ნანახი. უნდა დაიმახსოვროს რა სახეზე რაღაც. ну ჩვენ ეგრე ვთქვათ, 95 წლის ტერაქტი რომ მოხდა, მაგათი ვარიანტი გავითამაშეთ რა მე და არჩილ ფანჯიკიძე და გავცვალეთ ტანსაცმელი. და მესამე ბიჭი გადმოვჭიქი აქ მაგის ადგილზე და არჩილი დაჟდა ჩემ ადგილზე. გავცვალეთ საროჭკებით, გალსტუკებით და კოსტუმებით. და პიროვნებას რო დაუსვეს კითხვა რომელია კახაკანთარიაო, მაგან მივუთით და არჩილი ფანჯიკიძეს. მოც კიდე ერთი მე მგონი დამადასტურებელია იმისი რომ პიროვნება მე საერთოდ სალაღაიასთან რო შემიყვანეს, ეგრევე შტურმი დაიწყო, მაშვეთი, წამოხდა და შენიც რას გიზავ ეხლა და ის მუქარები და რამ და სალაღაიას მეორე დაკავებაზე რა მითხრა, იმასაც გეტყვი, კაცო, მაგას ჯერ იქამდე მივიდე. მანქანა გავაჩერე, სიგარეტი ვიყიდე და მანქანაში ჩავждდებოდი, კაპოტს ავხადე, მანქანის კაპოტს ავხადე. შემოტრიალება აქეთ მანქანა რო წამიტორმუზა და შემოტრიალება და სროლა ერთი იყო. დღესაც არ ვიცი ვინმე სროლა. 3 ტყვია მაქვს ნასროლი. მალხას სალაყაია მოწმეებთანაც და პატიმრებთანაც ანგარიშწორებას უარყოფს. თუმცა ფაქტია, რომ საპატიმროდან მელიქიძე ნახევრად დაბრმავებული გამოვიდა. მარცხენა თვალიდან დამაბრმავეს თუ კარგი სინათლეა და თეთრი აცვია ვინმეს ლამწხედა მარტო. მარჯვენა თვალით სათვალეს ვატარებ. საიდან დაკარგა მხედველობის გარკვეული ნაწილი ბატონმა ოთარ მელიქიძემ იქნებ თქვენ გითხრათ. ეს მისი პირადი ჯანმრთელობა მას მანამდე ქონდა დაზიანება ყოველი დაკითხვის წინ, ყოველი დაკითხვის შემდეგ, ყველა ბრალდებულის და არა მარტო მელიქიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა ექიმი. და უკვე ვიჯექი მაშინ 2 წელიწად 9 თვე ვიჯექი და მე გამოვედი პირობით გამთავისუფლდი. მაგრამ მე ხლა მუშაობ რომ მივახცე გამართლებას რა მაგაზე მუშაობ. ის თუ როგორ იძიებენ შემდგარ თუ არ შემდგარ ტერაქტებს, ცხადყოფს რომ საგამოძიებო სტრუქტურებს ხელისუფლება ბრმა იარაღად იყენებს არასასრულო პირთა წინააღმდეგ. ამის ფონზე კი პრეზიდენტ შევარდნაძის ბოლოდროინდელი განცხადება, რომ გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს არც ერთი გახმაურებული საქმე, ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს.